ამერიკაში ავტომობილების სავალდებულო ავტოპილოტის კამერებზე დაიწყო საუბარი. საინტერესოა, ავტოპილოტის კამერა რას გულისხმობს? ზოგადად სალონში, ავტომობილის სალონში, ჩინურ მანქანებში განსაკუთრებით ხდება ხოლმე ასეთი. სალონში დამონტაჟებულია სპეციალური კამერები, რომელიც მძღოლს უყურებს მთელი მოგზაურობის განმავლობაში და აკვირდება თუ ეძინება მძღოლს ან რამე შენიშნა მსგავსი, ყოველთვის გაფრთხილებს. ხოლო რატო აკეთებს ამერიკა ამაზე აქცენტს? ამერიკული მანქანები, მაგალითად Tesla რო ავიღოთ, მსგავსი სისტემები ფაქტიურად არ აქვს, კამერა არ არის დამონტაჟებული მაშინ, რომელიც უშუალოდ მძღოლზე არის მიმართული. Tesla-ს აქვს მაგალითად ავტოპილოტი, რომელიც სრულად თვითონ მართავს ავტომობილს, მიუთითებთ უბრალოდ მისამართს და თქვენ შეგიძლიათ არხეინად იჯდეთ, სკროლოთ, ან YouTube-ზე შეხვიდეთ და ქარდრაგის ვიდეოებს უყუროთ, ან რა ვიცი, გაზეთი წაიკითხოთ, ან რა ვიცი, რაც კიდათ ისაკეთოთ. თუმცა ამ დროს Tesla-ს პრობლემა არ აქვს ამასთან დაკავშირებით და ის ესე ვთქვათ, მაინც აკეთებს თავის საქმეს, მიყავხართ იმ მისამართზე, რომელიც მიუთითეთ. ხშირ შემთხვევაში ეს შეცდომა არის და ხშირად არის გამოწვეული ამის გამო ბევრი საგზაო შემთხვევა და ბევრიც ფატალურად დასრულებულა. ამიტომ ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ავტომობილი, რაც მომავალში გამოვა, იყოს აღჭურვილი შიდა კამერებით და აკვირდებოდეს მძღოლის, ესე ვთქვათ, ქცევებს, თუ მძღოლის სამწამზე მეთხანს მოადუნებს ყურადღებას და გზას არ უყურებს, ამ შემთხვევაში ის სრულად გაითიშება ავტომატური სისტემა, ან გაიძულებს, რომ დაუბრუნდეს საჭეს და ან გზას მიეღწევს ყურადღება, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების ჩინური ავტომობილები სრულად არის აღჭურვილი შიდა კამერებით და ძალიან კარგად იციან ხოლმე მძღოლი რას აკეთებს. მაგრამ მაგ ავტომობილებში გვხვდება, ესე ვთქვათ, ბერკეტი, რომელთაც შეგვიძლია ეს კამერები გავთიშოთ. ანუ გათიშვის ფუნქცია აქვს. და რა შემჭირდება თუ შემიძლია რომ გავთიშო? მაგას ვერ ხვდები, თუმცა იმედია მომავალში მაგაზე პასუხს მივიღებთ.